მე შემიძლია რომ ჩემი მხრიდან ვაპატიოთ იმას, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი მიმართ აკეთებდით ამ საკითხის განმავლობაში, თუმცა ამ პატიებას ვუძლებთ ხოლმე. თქვენ ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებით პროკურორის მეურნეობა ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. ყველამ ვიცით და გვესმის, რომ თქვენ ამ შემთხვევაში იარაღითაც და არ ხართ გადაწყვეტილების მომღები ადამიანები და თხოვნა მდგომარეობის შემდეგში, რომ უბრალოდ მოვაიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც აერთეთ ადამიანების ციხეში გაშრობა შეიძლება მონაწილეობას. პატრონოსთან თქვენს გეხებათ ეს ამდენი ხნის განმავლობაში გიყურებთ და ხედავ, რომ დიდად მე მგონი აქცია მომდევნო იმ საქმეს აკეთებთ. ყველაზე ნაკლებად სამწუხაროდ ბატონო აქცია ეხება ეს ბატონო ასმენდად. ბევრი სამართლობა შეიძლება შეიძახოს ცხოვრებაში და ეს არ უნდა იყოს იმის განმათავისებელი, რომ შენ ადამიანობის და ადამიანების წმენდად აკარგო. ეს თხოვნა მდგომარეობს აქედან გამომდინარე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა და შანსი, რომ თუნდაც რაღაც სახით და მომავალში რომ ის შესწავლებას დაუშვა ამათ უნიფორმით მე გამოვსწორ. საქმეს დაერთო პროკურორის მოწმეები, რომლებიც საერთოდ არანაირ კავშირში არ არიან ჩვენთან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი. ის ბრავი, რასაც ამდენი სამოვლში კითხულობენ, როგორ ხდებოდა პრაქტიკაში. როგორ იყო როლები განაწილებული, როგორ ხდებოდა კომუნიკაცია, ორგანიზატორი, უცხოელს ვინმეს რამეს ავალებდა, რა სახის კავშირი არსებობდა მონაწილეების შორის და ორგანიზატორებს და მონაწილეების შორის. ამაზე პასუხი უბრალოდ არ გაგზავნა. რამდენი სასამართლო ჩატარდა ამ პერიოდის განმავლობაში, იმდენით ნორი მოუგეთ პროკურატურას. და ყველა მოწმე სინამდვილეში ჩვენთვის სასარგებლო მოწმეები არის. რატომ? იმიტომ რომ არავითარი გადაკვეთა ამ ადამიანებთან ჩვენ არ გქონია. მე ვიყავი და ვარ ჩემი თავზე პასუხისმგებელი და არავინ და არაფერი ჩემი მხრიდან არ დაზიანებულა. იმ ადამიანებს, ვისაც შიშის განმავლობა უნდათ, რომ ყოველდღე ჩავარდათ ნათარში. და აი ბოლოს დერეებით დავამთავრებ. ეს რაც შეიძლება რომ სასაცილოდ გვეჩვენებოდეს. ხვალ შეიძლება ეს ყოველდღე იქცეს რეალობა. და სუციზმაში კი არ დავიღვიძებ. სხვის სიზმარში დავიღვიძებ, საიდანაც მაგრა გაჭირდება ამ ყოველდღიდან გამოდრომა. ეს ეხება ყველას, ვისაც ევროპული განსაზღვრები ადარებს.